რატომ ამბობენ ხოლმე, რომ რუკის დამუშავების პროცესში ყველაზე პირველად თავიდანვე მუშავდება სატურნი. იმიტომ რომ სატურნის დამუშავების გარეშე სხვა მაჩვენებლების დამუშავება არის ძალიან რთული. რატომ ხდება ეს ყველაფერი? ანუ რა ლოგიკა დევს ამაში? რეალურად საქმე იმაშია, რომ სატურნის მახასიათებელი, ზოგადად მახასიათებლები არის დისციპლინა, შრომის მოყვარეობა, რუტინა, როდესაც გამოსდის ადამიანს, კეთილსინდისიერი, როდესაც არის, როდესაც მიზანდასახული არის და როდესაც წინდახედული არის. ეს მახასიათებლები არის ძირითადი მახასიათებლები, ესე ვთქვათ, სატურნისეული. იგივენაირად სატურნი ძალიან დისციპლინირებულია, აფასებს დროს, აფასებს თავის შრომას, დებს მთლიანად შრომას კონკრეტულ საქმეში და ძალიან მონდომებული არის საქმე გააკეთოს. შესაბამისად, თუ ადამიანს არ აქვს ეს მახასიათებლები, მას გაუჭირდება ნებისმიერ შემთხვევაში საკუთარი რუკის დამუშავება, იმიტომ რომ რუკის დამუშავება სჭირდება ზუსტად რუტინა, სჭირდება ყოველდღიური მუშაობა, სჭირდება ძალისხმევის ჩადება ამ საქმეში. სჭირდება ზუსტად ესეთი ყოველდღიური მუშაობა და არ მაგალითად გადაშლი და ერთ დღეს რაღაც გააკეთებ და შემდეგ ერთი კვირა შემდეგ რაღაცას გააკეთებ, ესეთი რამე რუკის დამუშავების შემთხვევაში არ მუშაობს. ეს არის შრომა, ეს არის რთული პროცესი, წლების განმავლობაში თვეები და წლები გრძელდება და შედეგი ოდნავი ცვლილების შემდეგაც უკვე ჩანს, რომ რაღაც ადამიანის ცხოვრებაში შეიცვალა. შესაბამისად, თუ არ გაქვს სატურნის მახასიათებლები, თუ არ გაქვს ეს გამომუშავებული ეს ყველაფერი, შენ რუკას ვერ დაამუშავებ. ფიზიკურად რაც არ უნდა სურვილი გქონდეს, იმიტომ რომ ფიზიკურად არ გაქვს ეს უნარები, რომ ყოველდღურად ჩაუჯდე, იყო მონდომებული და იყო კეთილსინდისიერი, ესე ვთქვათ, რომ რეალურად გააკეთო მთელი გულით ის საქმე, რაც უნდა გააკეთო. ამიტომაც არის, რომ ხშირ შემთხვევაში, როდესაც აღზრდაზე მიდის საქმე, ბავშვებს თავიდანვე ასწავლიან ამ ყველაფერს. ანუ თავიდანვე პატარა ბავშვების ესე ვთქვათ, აღზრდის პროცესში ინერგება თავიდანვე სატურნის დამუშავების მომენტი, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ როდესაც ბავშვი პატარაა, ყოველდღე უნდა ადგეს, გაიხეხოს კბილები, გაასწოროს საწოლი, აალაგოს თავისი რაღაც სათამაშოები თავის დროზე, ანუ ეს ყველაფერი წესრიგი, წინდახედულება, რუტინა, რაც არის წინდახედულება, რაც არის პასუხისმგებლობის გრძნობა, შრომის ჩადება, რომ ბავშვმა, პატარა ბავშვმაც უნდა იცოდეს, რომ რაღაც თავისი შესაბერისი, ესე ვთქვათ, შესაბამისი შრომა რაც არის საჭირო, ანუ სრული სიზარმაცე და რასაც მინდა იმას გავაკეთებ, ეს არ არის სატურნის ესე ვთქვათ პრინციპის განვითარება. როდესაც ბავშვს თავიდანვე ექნება სატურნის ეს მახასიათებლები განვითარებული, ის შემდეგ უკვე უფრო შედარებით გვიან ასაკში ნებისმიერ რუკას რაც არ უნდა რთული იყოს დაამუშავებს. ანუ დამუშავების შანსი ბევრად უფრო მაღალი ექნება ვიდრე ადამიანს, რომელიც გაიზარდა თავის გემოზე დემოკრატიულად, როგორც ამბობენ.